ნიშნავს. გიორგი გახარია მოსამართლე მისევ პატიმრობაში დატოვა. ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს გავრილოვის ღამის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული, რადგან ის საქართველოში არ არის. მოსამართლე ნატო ხუჯაძე ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად დაურთო საქმეს, მაგრამ უარი თქვა დაცვის მხარის მტკიცებულებების დართვაზე, რომლებიც ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებს მოიცავს. 20 ივნისის საქმეზე გამოძიება ოცნება 6 წლის შემდეგ დაიწყო და თავის ყოფილ პრემიერს ახლა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გახარიას თანაგუნდელები კი ამ ყველაფერს ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებენ. რა განმარტებები გაკეთდა მხარეების მიერ, თუმცა ბახუტაშვილი მოგვიყვება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. დიახსოფო ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ აღძრული 20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლოს ხტომა უკვე დასრულებული არის და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უკვე გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებები ეხებოდა მტკიცებულებების დართვას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მტკიცებულებად ბრალდების მხარის ნუსხიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაურთო სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა თავად სახელმწიფო ბრალდებას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოიცავდა საჯარო განცხადებებს, მათ შორის თეა წულუკიანის, ირაკლი კობახიძის, ასევე ბიძინა ივანიშვილის და ეს განცხადებები იყო პოლიტიკური შეფასებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ასევე გიორგი გახარიას ქმედებებთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ეს პოლიტიკური შეფასებები არ იქნებოდა რელევანტური ამ საქმისთვის, შესაბამისად ამ საფუძვლით ის შუამდგომლო, რომ არ დართვოდა მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეს, რასაც დაეთანხმა მოსამართლე ნატო ხუჯაძეც, თუმცა თავად ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი პოლიტიკური განცხადებები მტკიცებულებათა ნუსხაში, ამას უთითებდა დღევანდელ პროცესზე გიორგი გახარიას ადვოკატიც. გიორგი გახარიას პოლიტიკური განცხადებები არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელსაც თავად ბრალდების მხარე ეყრდნობა, შესაბამისად დაცვის მხარე უთითებდა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპით დღევანდელ სასამართლო პროცესზე და მომდევნო არსებითი განხილვის ეტაპზეც დაირღვევა და ეს არის სასამართლოს ხარვეზი პირველ ეტაპზევე. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების თაობაზე მსჯელობას, მოსამართლე ნატო ხუჯაძე ამ შემთხვევაშიც სრულად დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას და პატიმრობაში დაატოვა, პატიმრობა შეუფარდა კვლავ გიორგი გახარიას, რომელსაც ეს აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. დაცვის მხარე მოითხოვდა სრულად გაუქმებულიყო აღკვეთი ღონისძიება, თუმცა ნატო ხუჯაძე უთითებდა ბრალდების მიერ დასახელებულ ფორმალურ სამართლებრივ საფუძვლებზე და პატიმრობა კვლავ ძალაში უცვლელად დატოვა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მოსამართლეს კიდევ ერთ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 2021 წლის ანგარიშს, სადაც ხაზგასმული არის, რომ რაციების ჩანაწერებით დასტურდება 20 ივნისს გიორგი გახარია არ ყოფილა რეზინის ტყვეების გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირი. სწორედ ამ მტკიცებულების ამორიცხვას მოითხოვდა სახელმწიფო ბრალდება დღევანდელ პროცესზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იყო დაცვის მხარის მიერ მოპოვებული, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაურთო მაინც 20 ივნისის საქმეს. აღნიშნულ სხდომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი, მათ შორის დასაშვებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით, რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, მათი მტკიცებულების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ბრალდების მხარემ და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა და დაუშვებლად გარკვეული მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ მითითებული. ასევე დაცვის მხარემ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია. მიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო აღნიშნული საფრთხეები, რა საფრთხეებზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა აღკვეთი ღონისძიების ხტომაზე პატიმრობა დღეის მდგომარეობითაც გახდათ სახეზე და დატოვა ძალაში და ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. იმ დროინდელი პოლიტიკური შეფასება გიორგი გახარიას მხრიდან რატომ არის გააზრებული როგორც მტკიცებულება და არა მაგალითად თეა წულუკიანის ან ირაკლი კობახიძის პოლიტიკური განცხადება? თქვენ არ ვიცი რა ინფორმაცია გაქვთ, თუმცა
სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებ. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეული იქნება სასამართლოში და ნათელი გახდება უკვე იქ რა მტკიცებულებაზეა საუბარი და რა მტკიცებულების გამოკვლევას ითხოვს ბრალდების მხარე. რა თქმა უნდა, ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულება 2024 წლის 21 ოქტომბერს, როგორც დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებდა სასამართლო მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, რომ ამ საქმეზე არ დაერთო ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილის, გომელაურის, წულუკიანის, დინარაძის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ჯერ 2019 წლის 20 ივლისის შემდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ და შემდგომ რა განცხადებებს აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. მტკიცებულებები არ არსებობს, არათუ ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი. ერთი მტკიცებულებაც, რომ ამ საქმეზე დანაშაული აქვს ჩადენილი გიორგი გახარიას რომელიმე მტკიცებულებითი სტანდარტით. შესაბამისად, ბუნებრივია არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული არც ერთი ახვლეთის ღონისძიება. 20 ივნისის საქმეზე 121 ტომი აქვს პროკურატურას წარმოდგენილი, ასევე დაცვის მხარესაც ამ 121 ტომიდან 5 ტომს გრიფით საიდუმლო ადევს და დღევანდელ ხტომაზე გადაწყდა ისიც, რომ გრიფით საიდუმლო საქმის მასალების განხილვა მოხდება დახურულ კარს მიღმა და ამ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ გამოიკვლევენ. ამ საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას 2 მუხლი აქვს წარდგენილი, ეს არის 2 ან მეტი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ორგანიზება და სამსახურებრივი უფლება მოსილების გადამეტება. გიორგი გახარიას ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ამ მუხლების გათვალისწინებით 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა ნუცა ბახუტაშვილი, გვერდთვებოდათ